ისრაელის გამანადგურებლებმა სამხრეთ ლიბანში მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმამდე 1 საათით ადრე ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. გასული დღეების განმავლობაში ისრაელმა ლიბანის სამხრეთით შეტევების მასშტაბები მას შემდეგ გაზარდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ დაჯგუფება ჰეზბოლას საბოლოოდ გაანადგურებს. ღამის საათებში ისრაელმა ლიბანის სანაპირო ქალაქ ტირზეც დაბომბა, რომელიც ლიბანში სიდიდით მეოთხე ქალაქია. იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 10-ობით კი დაშავდა. ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზეც. ისრაელის არმიის სპიკერის განცხადებით, ჰეზბოლას დაჯგუფების განადგურების მიზნით ისრაელის საჰაერო ძალები უწყვეტ რეჟიმში ყველა მიმართულებით მოქმედებენ და მთელი ლიბანის მასშტაბით მიაქვთ იერიშები. ჩვენი მიზანი ნათელია, უნდა დავიცოთ ჩრდილოეთის მოსახლეობას საფრთხე უფრო შორს გადავწყვიოთ, დროთა განმავლობაში ღრმად დავარტყათ და დავასუსტოთ ჰეზბოლა. ჩვენ მუდმივად დიდი ძალით ვუტევთ მათ. ჩვენი მებრძოლები მოქმედებენ წინა თავდაცვითი ხაზის რაიონში და ყოველ კვირას 10-ობით ტერორისტს ანადგურებენ. ხოლო ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან დღემდე ლიბანში 700-ზე მეტი ტერორისტი დავხოცეთ. ისინი იმ 2500-ზე მეტ ტერორისტს შეუერთდნენ, რომლებიც ოპერაცია ლომის ღრიალის დაწყებიდან დავხოცეთ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჰეზბოლა დაახლოებით 30000 ტერორისტისგან შედგება. თითქმის მესამედი კი უკვე გავანადგურეთ. ისრაელის ჯარებმა გასულ დღეებში სტრატეგიული მდინარე ლიტანი გადაკვეთეს, რომელსაც ისრაელის სამხედროები დე-ფაქტო საზღვრად იყენებდნენ. ისრაელმა იერიშები ლიბანსა და ისრაელს შორის ვაშინგტონში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გააძლიერა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ ქვეყანას შორის ბოლო 10 წლეულების განმავლობაში პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. მიმდინარე სამხედრო მოქმედებები კი დაძაბულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამძიმებს.